ეს რომ ჩვეულებრივი YouTube ვიდეო არ არის, ამაში თქვენ თვითონ დარწმუნდებით, თუ ამ ვიდეოს ბოლომდე ნახავთ. დღე, რომელიც აბსოლუტურად ჩვეულებრივად დაიწყო, მერაბის ერთი ზარის შემდეგ გადაიქცა რამდენიმე დღეად დაუვიწყარ თავგადასავლად. ვინც ჩემს YouTube-ს უყურებთ, გეცოდინებათ, რომ მაქსიმალურად ვცდილობ მერაბის ყველა ბრძოლაზე ვიყო მხარი დაუჭირო და ვიდეოები თქვენს გაგიზიაროთ, მაგრამ სამწუხაროდ გამონაკლისი აღმოჩნდა ბოლო ბრძოლა, რომელსაც თბილისიდან უყურე. თუმცა, ტრადიციას გაგრძელებულად ჩავთვლი, რადგან გამარჯვების შემდეგ საქართველოში დაბრუნებულმა ჩემპიონმა ტრიპში ჩართვა შემოთავაზა. შესაბამისად, ამ ვიდეოში ნახავთ ყველაფერს, რასაც ეს ტრიპი მოიცავდა და მათ შორის ისეთ რამეებსაც, რომელიც ჯერ არსად არ დადებულა. დილის 9 საათი მოგესალმებით. დღევანდელი დღის მთავარ ადამიანებს ველოდებით. ესენი გახლავთ მერაბი თვალიშვილი და ნინა დრამაშვილი. დღეს არის კახეთის ტრიპი. კახეთისკენ დავიძრებით, საღამოთი დავბრუნდებით. იქნება სხვადასხვა ადგილების მონახულება და ასე შემდეგ. ჩვენც მიყვებით მერაბს, რადგან ვეცადოთ რომ დავიხმაროთ მერაბს კონტენტის გადაღებაში, უშუალოდ მე და ჩემი გუნდი. თუ რამე შეგვხდათ კახეთიდან მერაბისთვის, არა მარტო კახეთიდან რეგიონებში ვაპირებთ წასვლას, იმედი გვაქვს რომ ჩვენი წვლილიც იქნება აქ შესული. რამდენიმე წუთში მოვა სასტუმროდან მერაბი და ვნახოთ რა მოხდება. აუცილებლად დანელიას ჩანელის დააფალოვებთ. თუ არ გაქვთ ჯერ კიდევ. მერაბი ადგილზეა, მეგობრებო, და დაიწყო ფოტოების გადაღება. მიდის საგიჟეთი. ეს დღე დაგვრჩენია დავიძრათ. დაცვა იხვეწება რომ დავიძრათო, იმიტომ რომ აგვიანეთ, მაგრამ ფოტოები არ გამოილია ჯერჯერობით. თუმცა მალე დავიძრებით და შევბერავთ. მერაბისთან ერთად რა თქმა უნდა არის ლაშა, ჩამოსული. ლაშას მინდა ვკითხო თავის კარიერის ამბები, იმიტომ რომ დაიწყე შენც. კი, ოფიციალურად 2-0. ორი იბრძოლე. გეგმები რა არის? უცებ მითხარი, სანამ გავიქცევი. უნდა პროფესიონალებში გადასვლა, ეხა ორი ანუ აპირებ ბრძოლას. და UFC რა, 23 წლის ვარ, დრო უამრავია. ამისთვის ხარ ყველაზე მაგარ ადგილას. ლას-ვეგასში, მერაბისთან. პირველი ქართველი იუთუბერი UFC-ში უნდა იყოს. შენც უნდა გამოგიწვიო ეხა სხვათა შორის. არ გადაირია რა, ჩემი ბრძოლების გაუგია. One of the very first interviews I ever did was actually with Merab. Really? Yeah, it's on my YouTube, and that's when he told me that his favorite movie was The Titanic, and he loves 50 Cent, he loves riding horses. Again, that's when he climbed the telephone pole in the parking lot. I don't know if you ever saw it. მე მინდა გითხრა, რომ ჩემი დაკვირვებით ნინა არის ძალიან media trained ტიპი, თუ არ ვიცი რაღაცნაირად ძალიან იცის როგორ გააკეთოს კონტენტი, არა მარტო კამერასთან როგორ მოიქცეს, აი კონტენტი როგორ გააკეთოს და პლუს ძალიან მაგარი პერსონაჟი. შეხედეთ ჩვენთან. ნასწავლი არა აქვს, ხო? ჩვენთან რაც ჭირს ეს არის ბუნებრივობა და გულწრფელობა იყო. ბოლომდე არ უნდა გეშინოდეს ხალხი რას ფიქრობს შენზე? იჯი ხალი არის, პარაშუტი უნდა. Have you ever jumped from the plane with a rig? No, I've never done that. Never? I have 110 jumps. So you're a professional? I'm skydiving, yeah. That's cool. საკმაოდ უშიშარი გოგო არის ჩვენი ნინა. როგორც ჩანს? We're at war. Yeah, war. Enemies are at the bottom. Who are 3 fighters you want on your team to save Georgia? I will have a coach. I'm in. Ilya Topuria Ilya? and Roman Dolidze. There you go. That's your Georgian squad. Yeah, that's it. I mean, like, where do I fit in? You go cook. ეგ არის ფოტოს გადაღებულია. ექსტრემალური ტრიპი გვაქვს ამასობაში, ექსტრემალური პროდაქშენი შეიძლება ესე ითქვას. აი ესე მიდის წინ მერაბი ჯონი, კან კონტენტ კრეატორები, მთელი ამბები. Yeah, give me your arm. No. 1, 2, 3. Did you feel it? That's what burned me on the way down. Oh my god! Oh my god! Yeah, you have to feel it. Oh, look at the skin. See? Oh my god, it burns. ეს უცხები? No. It's okay. And then No. That's it. That's it. ეხა ბარი-ბარში. Okay. Deal. Oh shit, I did too much. Merab. Georgi Danelia. Ai, Genatso, wash katso. No. Let it go. Let it go. Stop, enough. Stop!
I'll tell you. We do. What goes on here? What's on here? ეს ასე დავიძარით მასალებს ვირთავთ ლეპტოპით, იმიტომ რომ დავმონტაჟოთ რაღაცები მერაბს, ხოლო ჩვენ ვართ ჯეტურში, მეგობრებო. იმოტორსმა გამოგვიგზავნა ავტომობილი, იმისთვის რომ მერაბთან ერთად ყოფილიყავით ეს დღეები და ჯეტურ T2 ჩვენს ეკრანებზე, რომელიცაც უკვე ერთხელ ვიყავით რაღაც კარგ ამბებზე. და პლუს იმოტორსთან ერთად რაღაცა კარგი იდეები გვაქვს, რომელსაც ცოტა ხანში გაგიზიარებთ. აი ახლა კი აი დიდი მანქანა როგორ არის კარგი, რატო არის კარგი? ჩამოზრიალდა ლეპტოპი. ვაგრძელებთ ჯეტურით გზას და შემდეგ გაჩერება წინანდ. მოკლედ გადაწყდა გოგოების ჭიდაობა, ნინა დრამა versus ნინუცა. ნახოთ რა მოხდება, დაიდგმება თუ არა დრამა, ეხავე მივხვდებით. აბა ნინუცა მზად ხარ? ხო. ჭიდაობისთვის მზად ხარ? კი. გამარჯვება საპირე. გამარჯვება. ქართული ძალა, აბა შენიც. დაღალე. უჯერებელი, რა ხდება მეგობრებო, დაუჯერებელი. Wine for you. Nice, ladies. Dali. Great job. Great job, I like guys. Fighting. Yeah, she's tough. I just want to say this is for America. Yes. John Wood, Coach Yes. of the Year. Thank you. In my corner, Rob is a liar, a cheat, and if you're Georgian, he will always be in your corner. Yeah, I'm not Georgian enough yet. More. This is not good look. მასობაში მასტარ-კლასები მიდის მეგობრებო. მოხდა ძალიან ბევრი რამე, გაკეთება, საჭმელების დეგუსტაცია, ეხლა კიდევ ველოდებით ხინკალს. მოკლედ ძალიან რთული და დამღლელი დღეა, მაგრამ მერაბისთვის არა, როგორც ჩანს. აი ძღოძე არის რა. Now I think it should be ready to drink. No, what are you doing? Shall we go wash that gogo? Like that. Wash that gogo. You're the best. Ama შემიყვება რა სამშობლოში ვარ, ველოდები ხსიახი და გამოვიდა ექიმი გილოცავთ. ბატონო ამინა ბიჭი. და უცეფო გოგო ველოდებით არის ცხოვრება. მაგას ეხოსკოპია რაღაცა. ყველაზე ხა შვილი ოცნებობ რაღაცაში გოგოზე რაღაცა. გამზადებული აქვს იქ რაღაცა ისინი, ფერადი რაღაცა. ორი ბიჭი იყოს, მესამე კიდე ბიჭი რაღაც მინდა ხო გოგო უნდა რა და რა იყო არ გაგიხარდაო და. წარაო კი, მაგრამ მესამე ბიჭი ყავს ხო ორი ყავს ხე მესამე გოგო მიდოდაო და. თუ გაგიცრე მე მეხუთე გოგო შემეძინაო დღესო რა. გადარჩენილი ხარ ბეწუზე. თუ გასულელი არ ხარ. გაცვლით მაინც არ გამცვალე. აქეთ იუთუბერების პლანია შეგრებილი. ეხლა მითხარით თქვენი შაბეჭდილებები დღევანდელ დღეზე. თუ ელოდით რომ ესეთი იქნებოდა და რაც არ ელოდით. ამათ ჭუბს. აი ეგუდები კომენტ. მაგას ნამდვილად არ ველოდი და ეჭვი მაქვს არჩენ არ ქონდა დაგეგმილი იქა. თუ ქონდა. ეხლა შენ ჩემ თავში რა იხარშება კაცმა არ იცის. შემდეგ დღეებში მოყვებით. აბა, სამარგალოში მივიდა. სამეგრელოში მივდივარ. სამეგრელო. აუ, მაგარი რაღაცეები გველის წინ. საცურაო კოსტუმები ხალხო თან წამოიღო. მაგარი ამბები გველის წინ, მოკლედ ინფლუენსერი ზუკა დინო ჩიკვაიძე. დინო აღარ? აღარ დროს დინო არის. მოკვდა. ეგრე მიწერია მობილურში, იცი? მე კოპტერჯით იმეწერი ხარ. ომ დადელია რომ ჩავწერი ნახე როგორ მიწერი. ეს იყო რაღაც რამდენი წლისა და არ ვიცი ალბათ. კოპტერ წერტილი G 2015-16 წლებში. ახლა მახსოვარ რომ იცი TV-ისთვის რომ ველოსიპედზე პირველი დაფინანსება აიღე თუ რაღაც ჯერ ველოსიპედი გადავიდე და მე მახსოვხარ აი სნოუბორდით რო სრიალებდით ბუდაურში იქიდან რა. აქ ბარემ უნდა ვახსენოთ ნიკოს ამბავიც რა, იმიტომ რომ აი ეგ ის პერიოდი იყო, როცა ნიკოც გავიცანი და დავმეგობრდით და მთელი ამბები რა. ბუდაურში შეჯიბრებზე გამოდიოდით, ხოლმე ჩვენ ხო ერთი თაობა ვიყავით და აი შეჯიბრები რო იყო რაღაცები, თქვენ რო პარკებს აკეთებდით, ჩვენ გამოდიოდით ხოლმე იქ რა. და აქედან იყო ჩამოსული მარშრუტკაში გავიცანი ნიკო გუდაურის გზაზე. მახსოვს კარგად. იყოს.
დიდი მადლობა. უი, ასეთ ჯერჯერობით განელებ ჩამომიყვანა. გაგიზდება. მე რა გაფალდი დროებით აბა დროებით შევხვდებით აბა აი ეგ კემი დავაი დროებით მე რა მიდი bro ესეც ასე მეგობრებო დღევანდელი დღე მიიწურა ჩვენი ჯეტური ველოდება რომ ჩავთვეთ და გავაწვეთ თბილისისკენ ხვალე გვაქვს კიკეთში დაგეგმილი წასვლა ნინა ცხენებით იჯრითებს მერაბიც და ზეგ მაზეგ უკვე გურია სამეგრელო იმერეთი და ასე შემდეგ ესეც დღევანდელი დღე გავიქეთეთ სადვარ ლისი. არა, ეხლა ვარ კიკეთში. აქეთ ხარეს, ლისი იქეთ ხარესა და ცხენებით ამბები გვექნება. კარგია კიკეთი. დაგვათენდა. კარგია კიკეთი. აჰა. არის ის მემეები. ოხო. ეხა მერაბი დაждდება და გავეშურებით 9 ცხენით 1 საათიან ტრიპში. გამარჯობა. ჩარტ. აი ამაზე. ეგ არის ამხედრდა ყველა და მზად ვართ იმისთვის რომ დავიწყოთ ტრიპი. ჩემი გამოცდილება არც ისე დიდია, თუმცა იმდენი არის რომ გავიაროთ და ნახოთ როგორია. ჯოს! გავედით ბოლოსკენ, მეგობრებო და ეს იყო ჩემი ესეთი გრძელვადიანი პირველი შეხება ცხენთან. მე დავბრუნდები გოგოებთან ერთად, თეოსთან, კირასთან და მილასთან ერთად, იმიტომ რომ ოჯახთან ერთად ამაზე მაგარი რაღაცას ალბათ ვერ გააკეთებ ადამიანი რა. წარმატებით. ეხლა გავუშვით მერაბის ტელეფონია, კონტენტიც გავუშვით და გავეშურებით. ოღონდ სად მივდივართ არ ვიცი, ჯერ არც მიკითხავს, იმდენი საქმეა. დილის 8 საათი მეგობრებო, მოგესალმებით. მესამე დღე მერაბისთან ერთად შერატონში ვართ, მოვედით საიდანაც ძალიან მალე დავიძრებით პირდაპირ ნაბეღლავისკენ. საინტერესო ტრიპი გვექნება, ნახავთ სხვადასხვა ადგილებს გურიაში და ნახავთ საწარმოს, როგორც ვიცი, გუშინ საღამოთი ძალიან კარგი, ესე ვთქვათ, საღამო მოუწყო ნაბეღლავმა, ცოტა ხანი მეც ვიყავი, მე ადრე მომიწია გამოსვლა, რომ ცოტა მოუწესრებულიყავი. კოლონა იძრება, ჩვენ ჯეტურს შემოვაჯდებით ეხლა, ჯეტურ თიორით გავეშურებით. აბა როგორ მოგწონთ? ამჯერად ცოტა გასარეცხია. იმიტომ რომ ყოველ დილით ვერ ვასწრებ გარეცხას ბოდიში, მაგრამ სალონი, მანქანა, ყველაფერი გვიწყობს ხელს, კომფორტულია იმისთვის, რომ დავეციოთ და გავუსროთ მერაბს. ოღონდ გზაზე. თორე აბა დარბაზში მტერი ჩავუვარდა ამას ხელში. სხვადასხვა უნდა თქვა ერთი რამ ნინას მეუღლესთან ვისაუბრე ბევრი და ნინასთანაც, მაგრამ ნინას მეუღლე უფრო ჩართულია უშუალოდ Instagram-ში, YouTube-ში, პოსტვაში, ანალიტიკაში და ასე შემდეგ და ძალიან ბევრი მეჭორავა და ძალიან კარგი რჩევები მომცა, ძალიან კარგი რჩევები გაუზიარე მეც. რაღაცები მკითხა შერას ფიქრობო, მე მევკითხე იქით და ძალიან სასიხარულოა, როცა რაღაცა საერთაშორისო სხვა გამოცდილ კრეატორთან ერთად საუბრობ შენს ენაზე. თუნდაც ენის ბარიერი გქონდეს, მაინც ძალიან საინტერესო რაღაცებს საუბრობ და სხვადასხვა აუხსენ ისიც რომ ძალიან მალე ჩვენთან საქართველოში დავიწყებთ ძალიან საინტერესო პლატფორმას, რომელზეც მალე გაგიზიარებთ და სადაც შევძლებთ ჩვენი წლების გამოცდილება, ცოდნა, ამდენი დახარჯული წლები დაკონსპექტებულად, მარტივად და მალე და სწრაფად შევთავაზოთ ჩვენს გამომწერებს და ადამიანებს, ვისაც უნდა სწავლა YouTube-ის, უნდა სწავლა content creating-ის და უნდა სწავლა, არ ვიცი, YouTube, Instagram-ი, ვერტიკალური ვიდეოები და ასე შემდეგ. გამოგვატარეს უფასოდ. და კიდე ბევრს ვისაუბრებთ, ალბათ, იმიტომ რომ კონტენტ კრეატორია ნინა და ნინას მეუღლე, რომელმაც წლებია უკვე დაიწყეს და კი ხედავთ აგერ მილიონობით გამომწერს და მილიონობით კონტენტს აკეთებენ. Let's go. ნინა მაგარია. Magaria. საქართველო მაგარია. Საქართველო მაგარია. Yes.
ძალიან ლამაზია ხავრობა, მოკლედ უნდა ითქვას. პატარა ძა. ნათლი. მართლა. მოკლედ აი ეს ადგილი არის სანათლავი, ბუნებრივი, სადაც უშულოწლები მოდიან თურმე და ინათლებიან და უშულოებისთვის ლოცულობენ. ვაგრძელებთ ჭიხების ერთ მონასტერი იყო ძალიან ლამაზი, არ ვიყავი ახამდე ნამყოფი, ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა არის, სკა, სანათლავი კუთხე, მეურნეობა, კერძები დაახვედრეს, ბასკური ჩიზკეიქიც კი დაახვედრეს დედებმა, ისეთი მაგარი ადგილია და დავიმშვიდობებით ახლა ხავრობას, ფოტოებიც გადაიღეს, ვიდეოებს მერაბის სახზე ნახავდით, ახლა დავამონტაჟებთ პატარა ვიდეოებს და გავუშვებთ მერაბისთან და ახლა გავაგრძელებთ უკვე მარანში და შემდეგ ნაბეღლავში. ნინასთან ჩუქარია და არ შეიძლება არ გვიგამა. ვერავს გაუმარ! ჯოს! აბა გაგიმარჯვეთ ყველას და ერთად დავიწყოთ. ჩაშილობა მარანს გამომარჯოს ბრძანებას ამ მარანში, ამ ეზოში, ამ სახში და ჩვენ ჭერში და გამომარჯოს მერაბდალეშვილს, გამომარჯოს ძინას და გამომარჯოს გურიას და საქართველოს. გამომარჯოს. აი ხარ. ამასობაში ჩამოვედით ნაბეღლავში, მეგობრებო. ნაბეღლავი ოღონდ არა მარტო სოფელი, არამედ საწარმო, სადაც იქ ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება მერაბს. ნინამაც სტრიმი დაიწყო უკვე. ეგ იმას ნიშნავს, რომ აქედან ვერ გავალთ кайხანი. დღესაც აღრჩებით, აქ არის სასტუმრო როგორც ვიცი ახლოს და ღამეს აქ მოგიწევს დარჩენა. დაიწყო, ეხა кайხანი ახლოსაც ვერ მიიშლება მერაბთან. იქით ნახეთ რამდენი ადამიანი ელოდება შეხედეთ, გიხოცეთ. მერაბს გაუმარ! გაუმარ! გურიას გაუმარ! გაუმარ! ვეცდებით რომ ყველა გნახოთ, ხელი ჩამოგეხოთ. ძალიან ბევრი ადამიანია, ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ძველგაზრდა და მოკლედ დიდგულიანად ხდებიან მერაბს. ჯერჯერობით უკან მდგავარ სპეციალურად, იმიტომ რომ ვიღაცაებმა უკვე დაგვინახეს. მე მგონი დაიწყება კიდევ მეორე პაუზა. არ გამოჩნდება. ერთი წამეს ხელს ვერ მოვაწერ. უკან გადაიწყე. აიგო. ვიდეოში უნდა თქვათ, რაც უნდა თქვათ, რა ვიცით ალბათ. არხი გამოვიწეროთ. დონე. აგერ ამაშავი. ელა გაიხა. ვინ უყურებს ჩემ ვიდეოებს? მე ვიყურებ, მაგრამ სად მოვაწერო? მეც მიყვარს. მაგრამ ჩელენჯები. მოკლედ ჩვენ ვართ ახლა ნაბეღლავის ქარხანაში. გიორგი დანელიასთან ერთად. ხონდა თავგადასავლები გარეთ. ამას ვენაჯობებს ენერგიაში, რა თქმა უნდა, მაგაში ვერავის ვერ, მაგრამ ხალხი მოვიდა ჩემთან სურათების გადასაღებად და დახვდა გიორგი დანელია და მოკლედ სამ ნაწილად გაიყო ხალხი. I heard mom doesn't watch your fights live. She wants to wait for them to come out. What did you think of Merab's last fight? Last week, bolo chkhuzia.
ძალიან კარგია. უყურე ჭხუბს? კი, მერე. არა, უკვე მოგეწონა, რა მოგეწონა? ახლა სლაპარაკო აღარ დაუწოდე შეიძლება ეს იყო თავის ასპექტშიც ვაჯობებ. რაღაცა არ მეყო, მაინც რა, სამე რაუნდის ბოლოს დავაფინიშე და კიდე მიდოდა ჭხუბი რა. მაგაცი. ხო, მაგრამ მეცე. ანუ დავდა გავაში. დავდა ჭხუბი რაღაც ვეყურებია. გამი ხათეხილში დავჭი. ცოტა ადრე მოვიდა. Okay. My father say he tell you like you are so lovely and like. Oh, thank you. And then my father, you know what my father say? She don't tell me like this nice words. Yeah. He got jealous. ჰიგიენის ნორმების დასაცავად ეს რაღაცაა საჭირო. საინტერესოა მთელი წარმოების პროცესი, იმიტომ რომ რა ვიცი, მე მგონი 99% ავტომატიზირებულია საერთოდ ყველაფერი და რო უყურებ ამდენად გარეს ძალიან საინტერესოა. საოცრება რა, 1 საათში 20,000 ბოლტს ასხავენ რა. უარ გადაო. რა საოცარი და ამდენი ადამიანი დასახული ადამიანი ესაკრებული რა კაცილობი. ჯამში არის 1200 კაცი ჰოლდინგში. გამოიძიეთ ეს პატარა კაფსულა გადაიქნება ამხელა ბოთლად რა. ეს ყველაფერი ხდება ამ ქარხანაში. ესეც ასე ჩამოვბარგდით მარტვილში კანიონზე ვართ ახლა და მიდის დალაგება გადანაწილება. ჩვენს წინ არის ზიპლაინი, რომელთაც შევძლებთ დაშვებას. ერთ დაშვებაზე 3 ადამიანი ეშვება. მერაბი, ნინა და ჯეი ალბათ დრონს გავუშვებთ და ჩემი საფალეც მივეცი მერაბს, რომ საფალეცაც გადავიღოთ რა. მოკლედ, რამაც კი შეიძლება რომ გადაიღოს, ყველაფერი გადაიღეთ. მადლობა ძმაო, რომ გავთახბირო. გადაგეღო, მოხმარებოდი რომ ვიდეოს გადაღებაში და მადლობა. და აქამდე მერაბი იყო რაღაც ისეთი მასპინძელი, მაგრამ ეხლა მივუძვნ თავს მასპინძელად, იმიტომ რომ სამეგრელოში ვარ. ამიტომ აქ რაღაცეები მეგრული უნდა ვისწავლოთ პატარა. ცოტა 1-2 სიტყვა. კულტურეთ. აი, იცით უკვე. სამარგალოს გამოძღვა. ანუ 3 კამერით იღებს ხალხო. ტელეფონი, ექშენი და სათვალე. Okay, run guys, run. Run guys. Let's go. ექსტრემალური დაშება იყო, მიშოული ვარ, მაგრამ მაინც. ბოლოს მივხვდი, რომ იქით მივიდიოდი და გათვლილი აქვთ. ვაუ, ეს რა იყო? დავიგარი. აი ესეთი ამბავია გადაღებებზე. წინ 3 ნავი. ვაუ, ხა ხდება. This is Samagrelo. იო! ეგ არის სამეგრელოს ვათქმევინი, მე მომღოლე ასე კომიწით მარგალეთი. Let's go guys. It's happening Nina. აი ცივი კი არის. გაგეგვილი არისო. Nina. What? Let's jump in the water. Oh! Be careful. Jump! Jump!
ეხა ნახეთ ეს ბიჭი რას იზამს. მე მგონი ტელეფონი დავკარგე. ჩემი ტელეფონი უჭირა აქვს თუ აღარ? მოკლედ, რა თქმა უნდა, 1, 2, 3 და რამდენიმე საათი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ სამეგრელო კარგად აღმოაჩინო. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა სტუმარი გახლავს და ასე შემდეგ, გინდა რომ ყველაფერი ანახო რა და ამიტომ არ გამოდის, მაგრამ მინიმუმ კანიონი მაინც ნახეთ, საღამოთი მეგრულ კერძებსაც იმედია დავაგემონებთ და პირად საუბრებშიც ისეც ესეც, რასაც შევძლებთ, მოკლედ, ვუხსნით მერავსაც, ნინასაც. იმედი მაქვს სამომავლოდ მე მომავალში ისე შვი დაწყნარად მე და მერავსაც მოგვიწევს ეს კარგად შემოვლა აქაურობის დალაგებულ გარემოში, როცა საჩემპიონო ამბავში კიდევ უფრო მაღლა და მე დრო ექნება უფრო მეტი რა. ნახოთ, ყველაფერი კარგად არის, რა თქმა უნდა, გიჟურად იბანავა, გადმოხდა ძალიან მინდოდა გადახტომა სიმართლე გითხრათ, მაგრამ უნდა გადამეღო, რადგან აქ მერაბის მობადიჟებით ვართ, რომ გადაგვეღო და ვხმარებოდით და მასთან ერთად ყოფილიყავით, ვუღებთ მობილური დრონით, ყველაფრით ნახავდით ალბათ და შესაბამისად მაგ ამბავში არ უნდა ვუღალატოთ. ესეთი ტრადიციული ოდა არის, როგორც რეალურად არის ხოლმე და იყო ხოლმე მეგრული სახლები, აქ იქნება მასტერკლასი და შემდეგ დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ შევჭამთ კიდეც, იმიტომ რომ გამძვრა სული მეც და ალბათ დანარჩენებსაც. აქ რასაკი ზარია? არ გინდათ? მაგარი. ერთი სული მაქვს. ბუდის გავსინჯებ და დავაგემოვნებთ ამ ელარჯს. მე პირველად. ბალიშვილის გაკეთებული ელარჯი არის როგორი იქნება? ისე ხო ეგ ითვლება? Okay. You're an animal. You're a machine. Yes, we got this. We got this. Yeah. See? Wow. Oparo. Ey. ნახე ძმა, აჰა, გაწელა თუ არ გაწელა? ჩვენი სიმაღლეა, ჩვენ გემაღალია. თუ არ გადაო. მიდის. გავსინჯოთ. Let's go. Yeah, he's a champ. Yeah. ავიწვი. მოკლედ. მაგრა გაწვინდა. ელარჯი გემრიელია. ძალიან მაგარი იყო. ეხლა კადრები გადავართ. მერაბი გიჟკაცია, მინა გიჟქალია. ავით ხო ჭამ. მეგრული ბავშვობა სხვა გამოცდილება არის. ყველაზე გემრიელი ხუნში და ელარჯი არის, აი ეს ნაწილი. აი ეს არის ყველაზე გემრიელი. try. დადასტე. ხელიარება. ხილად. შენ გაგიმარჯვე. გუმორთუას. სამარგალოს. მერაბ გავასინჯო. მერაბ, ეს არის აი ეს მეგრული ბავშვობის შედეგი. აჰა, ჭადი, კი არა და ჭადი, მომი და სულგუნი ეგასურებს ყველაზე მეტად. აი ამას ხალხი. შემწორი წილას ვაო. მოვაწყი და ბარკალი. აღარი ბარკალი. გენაცვალე. შეხარ ჯიმა. ესე იგი, ესეთი ამბავია. ნინას და მერაბს უნდა უთხრა მადლობა იმისთვის, რომ ჩემს სამშობლოში, ჩემს კუთხესთან ძალიან ახლოს, ლოკაციის კანიონში მოსულიყავი და რომ მომიყვანეს. ვინც არ ხართ ნამყოფი, აი ესეთი ულამაზესი ადგილი და აი ესეთი ხედი არის, ვინც აქედან ვერ ხვდებით, აი აქედან შეგიძლიათ დაინახოთ. სიმაღლეში ვისაც აქ, იმისთვის ალბათ ეგარი ეფექტური იქნება რა. როგორც გითხეს აი წეში დათვი, გელი, მართლა? შველიც Wow, scary or not? It's a little bit, yeah. Really? It's a weird. It's a really Because weird you don't feel feeling, anything. yeah. Very interesting feeling. Wow. I mean, Yeah, it's so not cute. very scary, but weird. I was speaking to camera that I should be thankful of you and Merab. I'm traveling here in my country, in my village. I don't know. You've never been here? No, not yet. It's amazing, isn't it? Yeah, it is. It is. All day. I've never seen it. So free, right? So free. ამ ხელა ხეების თავზეთ გეხარ, აი ამ ხელა სიმაღლის თავზეთ გეხარ. ხედი გვაქვს სასწაული. ფოტოებში მქონდა მხოლოდ ეს ადგილი ნანახი და აღმოჩნდა რომ ფოტოებზე ბევრად მაგარია რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის. ესეც მთავარი გადასახედი
რომელიც ესე გამოიყურება, რომელიც შედის ბოლომდე. ეხლა ცოტა ბევრი ხალხია. იღებენ მე მგონი რაღაცას. მარიამი გახდა. და ესეთი გადასახებია, ესეთი ულამაზესი ადგილი. აი აქეთ ეს მირიანი სამუშაო პროცესში, დრონით ჰაერში კადრები დაიდება მერაბის და ნინასი. აუ ხო არ ხადაობ, რამხელა სივრცეა. დიდ სივრცეს რო ხედავ, არ ვიცი ადამიანი ყველა ესეა თუ არა, მაგრამ მე რო ხედავ, აი დაივინის სურვილი მიჩნდება რა. თითქოს უნდა გადახტე, გადაფრინდე და აითვისო ეს ტერიტორია ბოლომდე რა. ულამაზესია და უდიდესი. და ესეთ ხედზე ყურებისას ყოველთვის რაღაცა ფიქრის, შთაბეჭდილებების, გაზიარების სურვილი მიჩნდება ხოლმე რა. უფრო სხვანაირად ფიქრობ, უფრო ბევრს ფიქრობ და ასე შემდეგ. You like this place? Yeah, I was talking about that now. When you look like big space, you want to jump. I don't know. I want to jump because like I'm jumping sometimes. You do skydive? Yeah. Yeah? I have 110 jumps. Are you serious? From plane, yeah. ჩქინ მარტვილს ვარეთ ასე პირველად ვარ აქ ვიდეოებში მინახავს ბევრჯერ ძალიან მაგარი ადგილია მარტვილში ერთ-ერთი გამორჩეული და აი ესე შეხვდნენ მერაბს სიმღერით და შიგნით კიდე კაი ამბებია დღისით მე მგონი ძალიან ლამაზი იქნება ვხავრობა უბრალოდ დღისით ჯერ არ ყოფილი ვარ და იმედია მოგვიწევს ეს მეორე ლარჯის კეთების პროცესია და უკვე დასპეცდა მერაბი მე მგონი იმიტომ რომ მეორეს იმაშვება წელავს ხო როგორ თქვა მაგრამ მეორეს წელავს და ზოგადად ვინც არ იცით ელარჯის სიკარგე და სიმაგრე წყდება მისი წელვადობით რაც უფრო წელვადია და იწელება უფრო მაგარი ელარჯი შალეთ ამასობაში მეგობრებო, ძალიან კარგი საღამო გამოვიდა. სიმღერები, მეგრული კერძები, კარგი გარემო, ოდნავ სიგრილე, ერთად ყოფნა, სიცილი, კისკისი ასე შემდეგ, რომლის გადაღებაც ყველაფერს არ გამოდის. მოკლედ, ძირითადი გუნდის ძირითადი ნაწილი დაიძრება ქუთაისში, სადაც დაბანაკებიან, რადგან საკმაოდ გვიანია, დაღლილები ვართ ძალიან და სასტუმროში დაისვენებენ ამაღამ, ნინა, მერაბი და დანარჩენები და ხვალ დილით გამოაჭრიან. ეს იუთუბერები ესე პანტაპონტით შემოდიან და გადიან ხოლმე რა კადრებში, მაგრამ და ჩვენ კი გადავწყვიტეთ რომ დავაწვეთ პირდაპირ და დილით გავიღვიძოთ თბილისში. რამდენად გამოგვივა? ამას იმით მიხვდებით ვიდეო დაიდება თუ არა. თუ დაიდო, ესე იგი გამოგვივიდა. და ახლა საღამოს გავაცილებთ მერაბს აეროპორტიდან. როგორც თავიდან ვახსენე, ეს ჩემთვის ჩვეულებრივი YouTube ვიდეო არ არის, რადგან ის დღეები ნამდვილ დაუვიწყარ მოგონებებად იქცა. ამის გარდა მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ ჩვენი ჩემპიონის დაუღალავი ენერგიის და мотиваციის მიღმა ჩვენი ქართველი ხალხის სიყვარული იმალება, რომელიც მჯერა რომ მის ყველა მომდევნო ბრძოლაზე ესახება. მერაბის კი შემდეგი ბრძოლა ვეგაში უკვე დაეგეგმა და იმედი მაქვს იქ უკვე ჩვენ ვიქნებით სტუმრები. მერაბი კი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ნამდვილი ქართველი ადამიანის გარდა ის ნამდვილი მანქანაც არის.